მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ არის ნიკა შოუ 1-20 დღეში ჩვენ ვაგზელებთ თამაშს ჩვენ საყვარელ მართლა თამაში Good Pizza, Great Pizza. ან ქართულად უბრალოდ კარგი პიცა, არაჩვეულებრივი პიცა. იმედია ყველამ თქვენსგანმა იგრძნო არაჩვეულებრივი და გემრიელი პიცის არომატი, რომელიც იმედი ახლა ჩვენ პიცერიაში ისევ აღდგება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხანია მეგობრებო, რა სარკოდაკია არ მოკლედ მეგობრებო, ის ნერვიულობ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს თამაში და რამდენი ხანია უკვე არ მითამაშია თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა. მოდით გავაგზავნოთ მის თამაშს. საერთოდ არაფერი არ მახსოვს სადიდექით, როგორც აქ ხედავთ, ჩვენ მეორე თავზე ვდგავართ 31 დღეს. ვაიმე, 31 დღეში. კარგი, მოკლედ მეგობრებო, დაალქეთ ვიდეო, გამოიწვიეთ და საშუალოდ დააჯერეთ. ეს არის ჩემი ერთ-ერთი თხოვნა თქვენთვის. დასაწყისშივე, რადგანაც მით უფრო ბევრი გამოწერებას, მით უფრო დიდი мотиваცია მაქვს, რომ გადავიღოთ თქვენთვის სახლივდები, მით უფრო ბევრი ლაიქი, მით უფრო მალე გამოდის სახლივდები და მით უფრო ბევრი საშუალია, მით უფრო თქვენ არ გამოდოთ ახლობებს. დაალქით, გამოწერეთ, საშუალოდ დააჯერეთ. ჩვენ კი ვიწყებთ. აქ რაღაც განახლება გამოვიდა თქმა ვაშლები რაღაც ვაშლების სეზონზე იყო აპარაკი განახლება მთხოვის გამოიწერეთო წამდგარ არ მაქვს რა იქნება მაგრამ მე მაგარი იქნება ჩვენ როგორც ვიცით თამაში რა თქმა უნდა მაგარი იქნება კარგი ჯერჯერობით არაფერი არ შესვლილი ძმაცადე ეს ერთ-ერთი ის არის ტომატების ძმა ოკო ხო მეგობრებო თამაში რუსულად მე დაგენები არა და ინგლისური ძალიან კარგად ვიცი და რუსულიც რა თქმა უნდა ძალიან კარგად ვიცი. ქართულისავით ვიცი. მაგრამ რო თქვა ინგლისური ვიცი რაღაც 80%-ზე და აქ ისეთი სიტყვებია რომლებიც მართლა რამოდენიმე წუთი მჭირდება რომ გავიგო. ამიტომ არ აქვს ამას მნიშვნელობა რუსულად. ქართულისავით ვიცი 100% ვიცი რუსული, ამიტომაც ამ ვიდეოში პიცასაც მოვამზადებ და რა თქმა უნდა რუსულსაც ვისწავლით როგორც ჩანს. Როგორც ყველა ჩემ ვიდეოში ამ თამაშზე. Мой глупый брат думает, что соус песто делает пиццу вкуснее. Да, конечно. ჩემი ბროია ძმა ფიქრობს, რომ соуси песто აკეთებს პიცას გემრიელად აქცევს. მისი ძმა ჩვენ ვიცით, ეს ძმები соусები არიან, როგორც მათი ძახიანი, ეს არის ტომატის соуси მოყვარული, მეორეს კი соуси песто უყვარს. Но это не значит, что другие думают так же. Მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვაებიც ამას ფიქრობენ. И у меня возникла идея. Да მე გამიჩნდა ერთი იდეა. Желаешь узнать её? Кинда кайгоис. Модит кайгот, конечно, რა თქმა უნდა. Я собираюсь посетить сколько пиц ты продаёшь в ближайшие 24 часа. მივხვდი. მე ვაპირებ დათვლას რამდენ პიცას შენო 24 საათში აზრებო გაყიდვას და მომზადებას. Если среди них будет больше старой доброй пиццы маринара, а не вонючий песто, то я выиграю. На старт, внимание, марш. თუ მათგან ამ პიცებისგან, რომელსაც შემოამზადება 24 საათის განმავლობაში, თუ ბევრი უფრო უმეტესი იქნება ტომატის соусით, მე მოვიგებო. კარგი. ნახოთ. Я хочу пиццу. Я хочу, чтобы вы приправили её соусом. მე მინდა პიცა, მე მინდა იქ იყოს соуси, ყველით сожгли შეწვათო ცოტა заставили плакать. Джоби митра гадинда შენ არა ნორმალ сырный лук беконный соус это всё გასაგებია. соуси песто არ თქვი ამიტომაც ეგრევე კიდე დავდება მათ. მოსამზადებლად. მომავლის. ასე მეუბნებო ველი გავკეთოთ. რა თქვა კიდე იმან? ყველი, соуси, ხახვი, ბეკონი. ბეკონი და ჩვენ ბეკონი. ეგერ არის ბეკონი. ხახვი,
ბეკონი. მოჩი მეტი არ უნდა. კარგი. კიდე ამბობდა რომ ერთხელ შეწვით, ორჯერ შეწვით რაღაც. ეხლა რამეს შევეცდები მეგობრებო. და ღმერთო. დავიწყდა კვესტაში როგორ მუშაობს და მეორეჯერ შეწვას ვერ მოასწრებ კონსუმაციას. რაც არის ის არის. მიირთვით. მოიწონა. Я жажду бекона. მე, კვდები ორ წყულვით, ოღონდ беконისგან, 2 кусочка, 2 ნაჭერი, просто пополам. რა გინდა თქვა? бекон разрежьте пополам. მიხვდი რა უნდა. მეგრუარი ფიქრობ ეგეთი ბორო არ ვარ, მაგრამ უბრალოდ, ისეთი რაღაც მინიშნებებით ლაპარაკობენ, ღმერთმა იცის რა უნდა. მე ძალიან მინდა ბეკონი უბრალოდ და როგორც ჩანს ორ ნაჭრად დაჭერითო. კარგი. ორ ნაჭრად, აი ასე. ორი ნაჭერი გამოდის. ნახევრად დაჭერით. ეს ბეკონი. მოეწონა ძალიან ახალი ადრე არ ქონდა ეს რეცეპტი. ბეკონით. ადრე არ ქონდა როგორც ჩანს ეს რეცეპტი. გამახსენდა თუ არ ვწდები წინა ეპიზოდში ჩვენ იმით დავამთავრეთ მეგობრებო რომ ბეკონი ვიყიდეთ თუ არ ვწდები. Απλώς меня без соусными сосисками. Შეგვიძლია შეგვიძლია გამიკეთოთ соусის გარშ соусები. კარგი შევეცდები რა გინდა მოგეგებთ. კარგია რომ ერთი აქ соуსი არ გამიკეთები ამ წომისთვის მარტო ყველი და соусები თქვა. ყველი არ თქვი უბრალოდ თქვა соусების გარშ соусები. соусები არა, მაგრამ ყველი ხო გინდა თქვა ბატონო. კარგი. მაინც აგიტყოთ. ხო. Diaspora caribe რა უნდა და ამიტეკა აკეთებ. კარგი სამუშაო არის, კარგად იმუშავა. У нас с сыном намечается вечер кино. მე შვილთან საღამო кино მაქვს, кинос უყურებენ როგორც ჩანს. Но мы бы хотели заказать пиццу сами. მაგრამ ჩვენ პიცა, ინტერნეტით არა აქვს, თქვენ გვინდა შევგეთო. Можно мне взять сосиски и с луком. Შემიძლია მე ავიღო სოსისებით და ხახვით для себя и сладкий перец с беконом для него. Კარგი. $22 გადაგხადეს. Thank you. ხა გამახსენოს ოღონდ რა უნდა. სოსისები და ხახვი უნდა ამას. ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა რომ ჯერ ხახვი გავაკეთოთ და მერე სოსისები მაინც გემოხვერდნაირი ხდება. ხო, სოსისები და ხახვი. ბულგარული და ისა რა შემდგას. კიდე რა უნდა? ბეკონი, ხო. იდეალური პიცა არ გამოვიდა ეს. არც ელამაზი, მაგრამ არ აგვშვა, თავარი გემო. ანდა პრინციპში ცუდი არ არის. თავარი გემოა. ხომ მეურვო. რაღაც ანონუსებით არ უკეთოს. თუ არ ვწდები მეგობრებო ანონუსები ეს რუსულად არის, თუ არ ვწდები ქართულად მე მაგალითად ჩვენთან სამეგრელოში ჩვენ ამას ვიძახით ამ თევზის სახეობას ხამცას. სხვაგან არ ვიცი. თუ არ ვწდები ანონუსები რუსულად არის ხამცა, ქართულად ჩვენთან ხამცა, მათთან ანონუსები. У этой пиццы очень сильный вкус. Пицца ძალიან გემრიელი კინო აქვს, ძალიან ძლიერი კინო. მადლობა, კომპლიმენტი. Я пытаюсь стать другом. უცხოს დროც ვინთარდება და ბარემ ავიღებ. მეორე რაში ვინდა? კაი არ. Страфат, сырные маслины
ყველი აჰა აი ეს ნუ მეტი მასლინები აქვს ანუ ზეთისხილი ადრე ამას ალივკებს ეძახდნენ აქ თამაში ალივკი კარგი ხახვი ბაზილიკი ლამაზი პიცა მოგული და სოუსი მარჩენდა და ყველი აჰა ეს ზეთისხილი ხახვი ბაზილიკი ხო და სოუსი სათქო მოასწარით მეგურგულ მოასწარით კიდე здравствуйте могесамблеби ой я надеюсь я не помешала ой ну имеди макроар шегишалет хели я управляю японией садом на другом конце города მე ანუ მართალი ვარ ვაშლების იმის ანუ პლანტაციების ქალაქის ბოლოშია яблони просторы аха მერე ანუ меня зовут Шарлотта ჩემი სახელია შარლოტა როგორც პრინცესა შარლოტა британец Шарлотта Пай я уже ой ухаживает там за яблонями მე ანუ უვლიო ვაშლის ხეს я не расту сами сладкие идеальные яблоки ანუ თავის იმაზე ვარ შემდეგ ჩემთვის მოაქვს ვაშლი არ არის პრობლემა ანუ ვაშლები დამავიწყდა თქვენთვის მოტანა მინდა როგორც ჩანს რაღაც რა ხდება აჰა გასაგებია რომ არაფერი გასაგებია еще раз извините აჰა თვალ მოვიტანო ვაშლებს კარგი მოვიტანეთ მადლობა ჩვენ მადლობა წარმოგიდგენთ ეხლა ვაშლის პიცას თუ გავაკეთებთ ვაშლის პიცაში მე გემრიელი რაღაცაა როგორც ეს რეკლამა მაგრამ კარგი მარტივია ლორი მაგრამ ლორისთვის ჯეჟურის ფული არ გვაქვს ამიტომაც შემდეგი დღე აჰა ვაშლზე ლაპარაკობენ ისევ ახალი ამბები кмаофили синпаш я вернулась мы даврунди вот яблоки которые я обещала вам вчера აგერ თქვენი ვაშლები რომლებიც გუშინ დაგვერეთ მადლობა поздравляем вы получили яблоки 100 цალი фу როგორც ჩანს პიცა შეგვიძლია გავაკეთოთ აჰა ოკ რა გინდა აჰა ოკ პიცა მომთხოვა რა გინდა о чем это я ах да мне так захотелось яблочный пирог но не того что обычно едят с мороженым მოკლედ ვაშლის ისინი უნდა როგორ ჩანს ვაშლის პიცა კარგი ვაშლის პიცას გავაკეთე მაგრამ ნუ მე მინდა ანუ ნამცხვარი ბევრი ხანი ითმენს კარგი მაშინ რამე სხვას გაგე ვერ გავიგი რა უნდა გონი რაც უნდა და გავაკეთეთ ვაშლის პიცა ვაშლის პიროგი რა თქმა კარგი არ არის კმაყოფილი რა უნდა გამეკითხი და მეც უნდა წამეკითხა მეგობრებო მაინც ჩემი ბრალია მაბატეს мне пожалуйста веганскую версию пиццы комбо хорошо запечённая веганური ვერსია მინდა პიცა კომბასი ანუ ყველის გარშე და ხორცის გარშე იმიტომ რომ ვეგეტარიანელები არ ჭამენ მარტო ხორცს ვეგანები კი ყველის ანუ რძის ნაწარმოებსაც არ ჭამენ კარგი მაგრამ რა პროდუქტებია იქ ღმერთმა იცის ამიტომაც ერთამდე რა მინდა ну ის ხალი მეცალო მეგობრებო საჩუქარი მოგვიტანა და ჩვენ რა უთხარით
ყველი არაა საჭირო, ვიცი. შამპინიონები. არის შამპინიონები. გერზეთის ხილით. ხახვი. ნუ ესეც საჭიროა. არა კითხულობ. როგორ გააკეთებთ ხახვით, ხახვი აგერ არის. ის ვაშლების გამყიდველი მეცოდა მეგობრებო რაღაც თხოვა და არა ის მაინც დებილობა გამოკეთეს. მორჩა. კარგად შემწვარი, იმედია გვეყოფათ რომ რა მგონია, ამიტომაც კარგი უცბას მოვასწრებთ იმედია. $7 ღირს. გავრისხოთ. თან ბევრი ხანი გვეყოფა. კარგად შემწვარი. აგერ. ხო, თითქმის $1-ისთვის $7 დავხარჯეთ. Что мне нужно? Мне мчирდება. О, это должно быть половина пепперони и половина с луком. ეს უნდა იყოს ნახევარი пепперони, ნახევარი ხახვით. О, и не могли бы вы использовать соус песто? Да, შეგვიძლია თქვენ соуси песто გამოიყენოთ. როგორც იქნება ვინმე соуси песто უნდა. რა თქმა უნდა, ბატონო ჩემო, რა თქმა უნდა, ეხლა ნახევარი ორითიო соуси песто კი. ხახვი, მეორე ნახევარი ბეკონით. აგერ ბევრი ხარ ვაგიკეთე. პეპერონი, ვაი ჩემი საყვარელი პეპერონი, ხანი პეპერონი. რა ქვემოს არ გაგვიკეთებია მეგობრებო ჩვენ. ნუ არავის არ წეუთხოვია სად. შევწვათ ახლა. ვაშლები გვაქვს 100 ცალი. მაგრამ მიქალმა რა გთხოვა არ ვიცი. ვაშლების რაღაც ექსიოს რაღაც. Хорошая пицца. Да, действительно. Კარგი პიცა და მართლაც. ეს მოდა кай пицца. მაიცერცი ბოდიში. რაღაც პიცების ის მოგცეს. ნუ ვაშლების მონეტარ ვაკრებულ ნაბიო. კარგი. უკაცრავად. აჰა. ავიცოდი. ერთი პიცა პეპერონი. No problem. ეხლა. ვიცოდი აი უკვე რამდენჯერ მოსულა ეს კლიენტი და მოვთხოვი აი ესე რაღაც პიცები. ხან ყველის. ხან პეპერონი, ხან კიდე რაღაც. ბევრი პეპერონი გავუკეთებთ. აღმერთო. Всё. Თქვენი პიცა პეპერონი მზად არის თითქმის. თქვენ კი არ დაგაწყვეტ მოგროვო ჩემთვის გააკეთოთ ჩემი საყვარელი პიცა ლაიქებით, გამონწერებით და ზარის ლაიქებით. ძალიან გამიხარებთ მას. და თქვენ ჩემი აზრით გაგიხარებათ. თქვენ გამიკეთეთ მოგროვო პიცას ლაიქებით. რა თქმა ხო. არაფრის. თქვენ გამიკეთეთ მეგობრებო პიცას მე ლაიქებით, ზარის ღილაკით და რა თქმა უნდა გამოწერებით, მე კი თქვენ ვიდეოებით და პატარა შორტსებით და ასე შემდეგ. მოკლედ სიხარულის მომტანი კონტენტით გაიკეთებთ პიცას. Зин, რა გინდათ? Перец похож на оливчик дошло. Перецი გავსო ბეჭდებს. აჰა, გასაგებია. მიხვდი რა თქმა უნდა ადრე ძინძინ თქვი და ეხლა წესი რა მითხარი ძინძინ რას მითხარი ძინძინ ბიჭებთანაც არ არის დაკავშირებული всё შენი პიცას მზად იქნება ძინძინ დაუზახებ მეგობრებო Миркри შენი პიცა. მოეწონა. ეს პირველად მოვიდა ჩემთან ექიმი. Говорят, сидя по яблоку в день, можно избежать встречи с доктором.
ამბობენ რომ თუ ყოველ დღე ერთ ვარსკვლავში ჭამო, შეიძლება ექიმთან შეხვედრას моишоро, да, эким არ შეხვდეო. Так что просто дайте мне сырную пиццу с яблоками, и я пойду. ამიტომაც ყველის პიცა მომეცით ვაშლებით. არ ვიცი როგორ იქნება ეს გემათი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. შენ ბატონო ჩემო რა ქვია მაგას თქვა რომ ერთ ვაშლს შეჭამო ყოველ დღე ექიმთან შეხვედრას მოიშორება, აღარ შეხვდებია. შენ თვითონ ექიმი ხარ, შენ თავის შეხვედრა არ გინდა? მართლა ექიმია მეგობრებო. კანსაცვლით, ჩემი აზრით ექიმია, იმიტომ რომ ხალათი ის რაღაც ინსტრუმენტი, რომელთაც გულის იმას ზომავენ. და ასე შემდეგ რაღაცეები. ბოდიში მეგობრებო, მე ექიმებში არ ვერკვევი. რის ექიმია ის კი არ ვიცი, არ გიმიგწი. როგორ შანს ვაშლის ექიმია. აჰა. თან. 32 დღეს გავიარეთ. პლუს $16, ძალიან კარგი რეკლამაც პლუს. და ჩემი ეს მეგობრებო დღესაც სულ იყო, მოდით აქ შევხედოთ კიდე. ეს ასეთ არ მაქვს ეს რაღაც ვაშლები. იქ რაღაც ექიმზე ეწერა, დოქტორ. დეკორი რა ექიმი, დეკორი საერთოდ სხვა არის. კარგი. მოდით გამოვიდეთ აქ. მოკლედ მეგობრებო დღესაც სულ ეს იყო, ვთქვათ რომ დალაიქს ვიდეო გამოიწვევთ ახი, რაღაც მისია შევასრულე. $100, მადლობა. მოკლედ მეგობრებო დალაიქს ვიდეო გამოიწვევთ ახი და სასახლეს დააჭირეთ, რადგანაც მით უფრო დიდი мотивация მაქვს რომ გადაიღოთ თქვენთვის სახლივდები, მით უფრო ლაიქი, მით უფრო მალე გამოცახლივდები და მით უფრო ბევრი სასახლე, მით უფრო თქვენ არ გამიწევთ ახლობლებს. დააჭირეთ, გამიწერეთ სასახლეს დაჭერეთ. ყველას კარგად.